მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ამ საზოგადოებას. ვატარებთ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გვაქვს. განსახილველად სოფლის მეურნეობის კომიტეტს გვაქვს ორი საკითხი, ასევე როგორც ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მხოლოდ ერთი საკითხი. პირველ რიგში მინდა რომ დღის წესრიგი დავამტკიცოთ, წაგიკითხავთ განსახილველ საკითხებს. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი გაგაურიძე, რომელსაც გულმოდგინებით ვეროდებით. და მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-29 წლებისათვის. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს განვიხილავთ. მოხსენებელი ამ შემთხვევაშიც გახლავთ ბატონი გიორგი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. დღის წესრიგზე გთხოვთ რომ უყაროთ კენჭი. დიდი მადლობა. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო გიორგი. დღის წესრიგში როგორც თქვა დღევანდელი სხდომის წამყვანმა, ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკას გვაქვს ერთი საკითხი და ქორუმი არის და უყაროთ კენჭი კომიტეტმა. მადლობა. მოგესალმებით. როგორც ბატონმა გელამ უკვე განაცხადა, გარემოს დაცვის კომიტეტს, გაერთიანებულ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის კომიტეტსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტსთან ერთად განსახილველად გვაქვს ერთი საკითხი, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი 25 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მეორე საკითხი, რომელსაც მხოლოდ გარემოს დაცვის კომიტეტი და სოფლის მეურნეობის კომიტეტი ერთობლივად ვატარებთ, ეხება 26 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონს. გთხოვთ კომიტეტის წევრებს თუ რაიმე კითხვები არა გვაქვს, რომ დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. დიდი მადლობა. ახლა ბატონ გიორგის მინდა ვთხოვ გაგაურიძეს, რომ წარმოადგინოს პირველი საკითხი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ცვლილებები. პირველი ეს არის ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება. მოგეხსენებათ ჩვენ 2025 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა ხედავთ რომ წლის განმავლობაში არის უფრო მაღალი ეკონომიკური ტენდენციები. დაედო საფუძვლად იმას, რომ თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც დღეს მდგომარეობით სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის შემთხვევაში მერყეობს 7-დან 7.5%-მდე. უკვე 10 თვის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული და აქაც ხედავთ, რომ წინასწარი მონაცემებით 7.6%-ია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ გადავხედეთ აღნიშნულ პროგნოზს და ნაცვლად 6%-ისაა წარმოდგენილია მიმდინარე წელს 7.2%-ის ოდენობით რეალური ეკონომიკური ზრდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სამსახურმა დააზუსტა გასული წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 91.8 მილიარდის ნაცვლად საბოლოო მაჩვენებელმა შეადგინა 93 მილიარდ 22 მილიონი ლარი და ამანაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, იმოქმედა მიმდინარე მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მის ნომინალურ მაჩვენებელთან მიმართებაში და შესაბამისად განახლებული პროგნოზით წარმოდგენილია, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 104 მილიარდ 407 მილიონი ლარი.
ნაერთი ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრს მოგახსენებთ. საგადასახადო შემოსავლები არის გაზრდილი 200 მილიონი ლარით, 25 მილიარდ 505 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული გვაქვს წლიანში და პროდუქტთან მიმართებაში 2.5%-ზე, თუმცა ფაქტური მაჩვენებელი შესაძლებელია ნაკლებიც იყოს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი თავდაპირველად განსაზღვრული 35.9%-ის ნაცვლად არის 34.1%-ის დონეზე. ჯამურად ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები დაახლოებით გაიზარდა 220 მილიონი ლარით, 222 მილიონი ლარით, თუმცა აქ საგადასახადო შემოსავლებია ძირითადი, რაც იზრდება 200 მილიონი ლარით და ასევე შემოსავლების ხარჯზე, შემოსავლების არის წარმოდგენილი და მცირდება ვალის აღების მაჩვენებლები, რაზეც დეტალურად მოგახსენებთ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში. ჯამური შემოსულობები, ისევე როგორც ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად არ იცვლება 2025 წელს, შემოსულობების ნაწილი დაახლოებით 22 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა სტრუქტურულად გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. შემოსავლების ნაწილი გვესდება 391 მილიონი ლარით და ჯამში 23 მილიარდ 816 მილიონი ლარი იქნება, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები 21 მილიარდ 940 მილიონი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, სხვა შემოსავლები 340 მილიონი ლარით იზრდება და მილიარდ 690 მილიონი ლარია, გრანტების ნაწილში გვაქვს 186 მილიონი ლარი. პრივატიზაციის ნაწილი 300 მილიონი ლარი, სესხების დაბრუნება 340 მილიონი ლარი და ვალდებულებების დასრაც შეეხება, აქ ორი კომპონენტი უცვლელი გვაქვს, ეს არის საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მილიარდ 600 მილიონი ლარი და მეორე კომპონენტი საბჭოთა დახმარების სახით მისაღები კრედიტები, ესეც უცვლელია და 600 მილიონი ლარია. რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელს, მისი მოცულობა მცირდება, პროგნოზები რაც გაკეთდა და მოსარუნელი ათვისება წლის ბოლომდე რაც იქნება, ამ შემთხვევაში 298 მილიონი ლარით არის შემცირებული ვალის აღების მაჩვენებელი და 927 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, აქ ორ კომპონენტად შეიძლება დავყოთ, ერთი რომელიც წელს დადგა საჭიროება და დამატებით თანხების გამოყოფა იყო რამდენიმე უწყების მიხედვით და მათ შორის რამდენიმე პროგრამის ნაწილში, ხოლო მეორე კომპონენტი, რომელიც უკვე 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად არის თანხმდრაში, ეს ორივე დოკუმენტი ერთობლივად მომზადდა და გარკვეული ხარჯების დაფინანსება, რაც გამოათავისუფლებს რესურსებს უკვე 2026 წელს. დავიწყებ სამინისტროების მიხედვით, თქვენის ნებართვით, ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში აქ ორ კომპონენტში გვაქვს გარკვეული ეკონომია, საპენსიო უზრუნველყოფის ნაწილში არის დაახლოებით 10 მილიონიანი ეკონომია, რომელიც წარმოიშვა იმით, რომ ცოტა მეტობით იყო ბენეფიციერთა რაოდენობის დააღებული და რეალურად რაც არის ფაქტურად 11 თვეში უკვე აქედან გამომდინარე 10 მილიონი აქვს ეკონომია და 15 მილიონი არის დევნილ დასახლების მშენებლობის ნაწილში, ჯამში ეს 25 მილიონი პლუს ამას ემატება 170 მილიონი ლარი, რომელიც მიემართება საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად, აქ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული პროგრამის ხარჯები, მათ შორის დაკავშირებულია მნიშვნელოვნად ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებასთან და მოგესალმებით გასულ წელს დავიწყეთ და საკმაოდ გაიზარდა ამ მიმართულებით ხარჯვითი ნაწილი. ამავდროულად არის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების ფარგლებში სხვადასხვა დაწესებულებების რეაბილიტაციის და აღჭურვის თანხები, რომელიც წელს პროგნოზირებულია, რომ ბოლომდე ვერ იქნება ათვისებული, შესაბამისად ეს თანხა უკვე გადავინაცვლა, ამ თანხამ გადაინაცვლა 2026 წლის ბიუჯეტში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით, აქ გვაქვს ორივე კომპონენტში, ანუ იქ სადაც წელს არის საჭიროება და ამავდროულად მომდევნო წლის თანხების გამოთავისუფლების ნაწილში. წლევანდელი საჭიროება ძირითადად, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელი არის რთველთან დაკავშირებით, დამატებით 160 მილიონი ლარის გამოყოფა ხდება რთველის დაფინანსებისთვის, აქ მოგეხსენებათ გარკვეული ცვლილებები იყო რთველის ორგანიზების ნაწილში, ერთის მხრივ სუბსიდირება აღარ გაიცა კერძო კომპანიებზე და სახელმწიფომ სრულად უზრუნველყო იმ კურსის ჩაბარება, რომელიც მოსავალი რეკორდულად მაღალი იყო მიმდინარე წელს, შესაბამისად აქ არის 160 მილიონი ლარის დამატება, ამავდროულად სამედიცინო სისტემების ნაწილში ხდება 110 მილიონი ლარის დამატება, აქ ეს უკვე არის მომდევნო წლის ხარჯების გამოთავისუფლება, კერძოდ ჩვენ სამედიცინო სისტემების ექსპლუატაციისთვის გვქონდა გათვალისწინებული 35 მილიონი ლარი, ხოლო რეაბილიტაციებისთვის 55 მილიონი ლარი, საბოლოოდ რაც განვიხილეთ 2026 წლის ბიუჯეტი, აქ დამატებით 20 მილიონი ლარი იყო რეაბილიტაციებისთვის საჭირო, შესაბამისად ეს 75 მილიონი ლარი პლუს 35 მილიონი ლარი ამ სისტემების ექსპლუატაციის ხარჯი საბოლოო ჯამში წელს გამოეყოფა კომპანიას და მომდევნო წელს ეს თანხა გადანაწილდება სხვა პროგრამების დასაფინანსებლად.
აქვე ვიტყვი ვარემ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მყარი ნარჩენების მართვის კომპონენტი არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, მომდევნო წლიდან უკვე ასახულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაწილში, აქაც 30 მილიონი ლარი იყო მყარი ნარჩენების კომპანიისთვის, მყარი ნარჩენების პოლიგონების ექსპლუატაციისთვის, საბოლოო ჯამში საბოლოო ბიუჯეტის განხილვისას მიზანში წონა ჩაითვალა, რომ 40 მილიონამდე გაზრდილი იყო, ვინაიდან ახალი ნაგასაყრელი შედის ექსპლუატაციაში. შესაბამისად 40 მილიონის საჭიროება, რაც ჰქონდა მომდევნო წელს კომპანიას, ეს წელსვე იქნა გამოყოფილი და მომდევნო წელს ეს თანხაც უკვე სხვა პროგრამებზე იქნება გადანაწილებული. ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების მიმართულებით არის SDB, ეს არის თავდაცვის სამინისტროში 100 მილიონი ლარი, გარკვეული შესყიდვები, რომელიც განხორციელდა, მრავალწლიანი შესყიდვები იყო, თუმცა წელსრისი ფიზიკურად შემოსვლაც იქნა შესაძლებელი. ამ ნაწილში ემატება 100 მილიონი ლარი, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში 45 მილიონი ლარი და ესეც არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისთვის, მათ შორის ავტოპარკის განახლების ნაწილი. სპორტის სამინისტროს ჰქონდა გარკვეული დეფიციტი, ეს სხვადასხვა ფედერაციების ნაწილში იყო, მათ შორის კალათბურთი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან გამომდინარე დამატებითი ხარჯები ჰქონდა, 2.5 მილიონი გამოეყოფა, ფეხბურთის ფედერაცია ზოგადად არ ვაფინანსებდით, თუმცა ჩატარებული მეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე არ ყოფნიდა რესურსი და იყო დამატებით თანხა საჭირო 4.5 მილიონი გამოიყო ამ მიმართულებით, რაც ჰქონდა წარმოქმნილი გარკვეული ვალდებულებები გასული წლების განმავლობაში და 7 მილიონის გამოყოფა აქ მოხდა, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ნაწილში 4 მილიონი ლარი, ჯამში ეს ბევრი ფედერაციისგან შედგება პროგრამა, ხოლო 12.5 მილიონი ლარი იქნა დამატებით გამოყოფილი სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მიღწეული შედეგების შესაბამისად სხვადასხვა მედლების მოპოვებიდან გამომდინარე წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 19.5 მილიონი ლარი გაიცა უკვე და ეს რა უკვე წლის მეორე ნახევარში რაც ფაქტიურად მიღებული და მიღწეული შედეგებია ამის მიხედვით ხდება თანხის გამოყოფა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, აქ მოგახსენებთ კიდევ რა თქმა უნდა იმ უწყებებზე რომ სადაც შემცირება ხდება, შემცირება არის ძირითადად ინფრასტრუქტურის ნაწილში და ეს ერთად მოგახსენებთ ისი რამ განაპირობა, მოგახსენებათ ერთის მხრივ განათლების ნაწილში გაუქმდა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო და მისი ფუნქციები გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მეორე მხრივ თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეცვალა მიდგომა ეგრეთ წოდებული დიზაინ ბილდის მეთოდის ნაცვლად, ჯერ პროექტირებაზე მიდის ყველა ამ პროექტთან მიმართებაში და შემდგომ მიწევს სამშენებლო სამუშაოების ტენდერის და თვითონ სამუშაოების განხორციელებას. ამან გარკვეულწილად წესასწაულებელი თანხებით დროში გადაავოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ თუ შევხედავთ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ თუნდაც ის დიზაინ ბილდის მეთოდი უფრო მოკლე დროში და მთავრობის გარანტიას არ იძლეოდა, ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი დრო ჭირდებოდა, ამიტომ ყოველთვის იქნება ჯერ დეტალური პროექტი მომზადებული და შემდგომ იქნება სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ჯამში აქ საგზაოს ინფრასტრუქტურის ნაწილში შემცირება არის 127 მილიონი და ეს ძირითადად უკავშირდება თბილისის წითელი ხიდისა და ალგეთის სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას. აქ ტენდერი გამოცხადებულია, თუმცა დასრულება ჯერ ვერ მოხერხდა. საფინანსო ინსტიტუტი თეორიაში და განხილვების პროცესშია და წლის ბოლომდე და შესაძლებელია მომდევნო წლის განმავლობაში სათუო იყოს აღნიშნული პროექტის საბოლოო დაწყება. შესაბამისად 156 მილიონი ლარი აქ რაც ცირდება, დანარჩენი პროექტებს შორის თანხების გადანაწილება გვაქვს. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილში, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს 90 მილიონი ლარია და წყლის პროექტების ნაწილში აქ ჩვენ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები გქონდა 200 მილიონი ლარის ოდენობით 2026 წელს. მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო, ამიტომ წელს ხდება 400 მილიონი ლარის გამოყოფა წყლის კომპანიისთვის და მომდევნო წელს ეს 200 მილიონი ლარი აკლდება და გადანაწილებულია საგზაო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი მომდევნო წელს. მყარნარჩენებზე უკვე ვისაუბრე, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში გვაქვს 75 მილიონი და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში 188 მილიონი. განათლების და მეცნიერების სამინისტროს კუთხითაც მოგახსენეთ უკვე ესიდას ნაწილში, აქ რაც ახალი პროექტები უნდა გამოცხადებულიყო, ეგრეთ წოდებული დიზაინ ბილდის მეთოდით ეს აღარ გამოცხადება. პროექტირება დაიწყო საინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტიპიური პროექტების გამზადება რეგიონების მიხედვით და შემდგომში უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოებზე შეჭერ ტენდერები და შემდეგ რა თქმა უნდა სამუშაოები, ამიტომ ჯამში არის დაახლოებით 205 მილიონი ლარი, რაც ამ ნაწილში აკრდება და ასევე გარკვეული ეკონომიებია, მათ შორის Wi-Fi-ების შესყიდვების ნაწილში და ასე შემდეგ წარმოქმნილი.
კულტურის სამინისტროს ნაწილში დაფინანსება ჯამურად არ იცვლება, პროექტებს შორის გადანაწილებაა. ეკონომიკის და გრადის განვითარების სამინისტროს შემთხვევაში არის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ნაწილში გარკვეული შემცირება, რაც წლის ბოლომდე მოსალოდნელი პროგნოზი იყო და დანარჩენი უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტშია ასახული. აქ დამატებით ქუთაისის აეროპორტის დასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე გამოიყოფა 40 მილიონი ლარი და ეს გამოათავისუფლებს ეს რა თქმა უნდა თანხებს მომდევნო წელს 2026 წლის ბიუჯეტის ნაწილში. დანარჩენ შემთხვევებში სამინისტროების დაუწყებების ნაწილში გვაქვს ეკონომიები, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო დაახლოებით 28 მილიონიანი ეკონომია არის არბიტრაჟების ნაწილში, ანუ საერთაშორისო არბიტრაჟებში საკონსტიტუციო მომსახურებების შესყიდვის თანხა არის დაზოგილი 70 მილიონი ლარი იყო და 28 მილიონი ლარი მცირდება და მომდევნო წელსაც შემცირებული თანხით იქნება დაგეგმილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 11 მილიონი ლარია ეკონომია, ეს ძირითადად კურსის გამყარების, კურსებს შორის სხვაობის ხარჯზე. პარლამენტს აქვს 20 მილიონი ლარიანი ეკონომია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 9 მილიონი ლარიანი ეკონომია, საერთო სამართლებების ნაწილში ეკონომია არის 25 მილიონი ლარი. რაც შეეხება კიდევ დამატებით სხვა პროგრამებს, აქ მნიშვნელოვანია ერთი კომპონენტი, ეს არის საგარეო ვალდებულებების მომსახურება, სადაც კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე წარმოქმნილია დაახლოებით 100 მილიონიანი ეკონომია და ამ თანხას ვიყენებთ ორი მიმართულებით. ერთი ეს არის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ამ მიმართულებით ხდება 115 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მრავალწლიანი ხელშეკრულებების ფარგლებში მიმდინარე წელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები სრულად იქნეს ანაზღაურებული. ამავდროულად 12 მილიონი ლარის დამატება ხდება საპენსიო დაგროვებით საპენსიო სქემის თანადაფინანსების ნაწილში, ვინაიდან მოიხსენებათ საშემოსავლო გადასახადის დასთან ერთად ეს ნიშნავს, რომ იზრდება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე ხელფასები, შესაბამისად ჩვენი თანადაფინანსების ნაწილიც იყო გასაზრდილი და 12 მილიონი ლარი აქ არის დამატებით გამოყოფილი. ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც წარმოდგენილია 2025 წლის ბიუჯეტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი ჯამურად მნიშვნელოვანი ცვლილებაა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ხარჯებში არ გვაქვს, თუმცა სტრუქტურულად იცვლება და გადანაწილება ხდება პროექტებს შორის. საბოლოო ჯამში გვაქვს შენარჩუნებული ბიუჯეტის დეფიციტი 5.1%-ზე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 34.1%-ზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გია. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გაქვთ? 25 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მოგესალმებით. ბატონ გიორგი, ესეთი კითხვა მაქვს. როდის იყო ბოლოს თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი ბოლოს რომელ წელს იყო აუთვისებლობის ესეთი მასშტაბი? მე რაც მოვიძე ინფორმაცია 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა. ბიუჯეტის აუთვისებლობას გულისხმობ. რომელ წელს იყო, აი ბოლოს კითხვა მაქვს, როგორ პასუხ? თუ გახსოვთ. კი. მადლობა, სხვა კითხვები. კი ბატონო. მადლობა ბატონ გიორგი. ერთი საკითხი, რომელიც მინდა რომ დაგვიზუსტოთ, რამდენით იზრდება საშემოსავლო გადასახადი 2025 წლის პროექტში 26 თაობაზე მე შეგაწუხებთ. რამდენად იზრდება, რამდენი მილიონით და თუ იზრდება საერთოდ მათ შორის საპენსიო სააგენტოში სახელმწიფოს შენატანი იმ 2% გულისხმობ, რომელიც სახელმწიფო უნდა შეიტანოს დაქირავებულების საპენსიო ფონდში და ერთგვარად გავაგრძელებ კოლეგის კითხვას. გასაგები მიზეზები არის ჩემთვის მაგალითად სხვადასხვა სამინისტროებში განსაკუთრებით განკანათლებაზე კეთდება აქცენტი ამ ხოსარესით აუთვისებელი თანხის ნაწილში. ეს თანხები გადავა თუ არა 2026-ში და იგეგმება თუ არა ამ თანხების გარდა და იმ პროექტების, რომლებსაც დაფინანსება ვერ განხორციელდა შესრულების რაღაცა ეტაპების გამო 26-ში, გარდა ამისა დამატებით 26-ში ემატება თუ არა იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მიმართულებით და განათლების სამინისტროს ზოგადად დაფინანსება იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც მიეცა მათ შორის ახალ სამინისტროებს. მადლობა. კიდევ ხომ არ გაქვთ? ბატონო გია, ერთ საკითხს მეკითხავთ რა. სამელიორაციო სისტემების მშენებლობა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომ უფრო კარგად გაგვიმართოთ. ესე იგი წლევანდელ ბიუჯეტში კიდე დამატებით გაითვალისწინეთ თქვენ 20 მილიონი ლარი მაინტერესებს აგერესებიან კიდევ სამინისტროს წარმომადგენლები. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ათვისება 20 მილიონი ლარი სასამუშავებია დასასრულებელი და
შემდგომში ესე იგი 90 მილიონი ლარი რაც მომავალ წელს უნდა ყოფილიყო გადანაწილდება სხვა პროგრამებზე და უფრო კარგად რომ დაგვიზუსტოთ ეს ცვლილებები. მადლობა. დიდი მადლობა. პირველი კითხვა აუთვისებლობებთან დაკავშირებით. ყოველწლიურად შეიძლება იყოს კონკრეტული პროექტის ფარგლებში აუთვისებლობა და გარკვეული გადანაწილებები, თუმცა მოცულობის ნაწილში დაახლოებით 500 მილიონი ლარამდეა, რაც ჯამურად ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის აუთვისებლობები, რომელიც ნაწილდება ერთის მხრივ წლევანდელ საჭიროებებზე, მეორე მხრივ მომდევნო წლის ნაწილში, მე რაც მახსენდება, მასიურად ეს აუთვისებლობები 2020 წელს იყო, მაგის მერე ძირითადად იყო კონკრეტული პროგრამის ფარგლებში, ან პროექტის ფარგლებში შეიძლება ყოფილიყო აუთვისებლობები და რომელიც ნაწილდებოდა ხოლმე. აუთვისებლობის მიზეზებზე პრინციპში ვისაუბრე, ეს არის რომ თვითონ მიდგომა შეიცვალა პროექტირებისა და მშენებლობის ნაწილში, შესაბამისად ამან გამოიწვია გარკვეულწილად წლევანდელი თანხების ათვისებაში შეფერხება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მაგალითად წითელი ხიდის და ალგეთის სადახლოს ნაწილი ვახსენე, სადაც ტენდერის პროცედურა არ დასრულებულა და ველოდებით განხილვას, როდის დაასრულებს შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტი. რაც შეეხება შეკითხვებს საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, ნაერთ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი იზრდება დაახლოებით 240 მილიონი ლარით, ამავდროულად სახელმწიფო ბიუჯეტში შედარებით ნაკლებია და 180 მილიონ ლარს შეადგენს, ნაწილი ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებში მიემართება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება საპენსიო ფონდის ნაწილში, აქ უკვე დამატებით 12 მილიონი ლარის დამატება გახდა საჭირო, ვინაიდან გაზრდილი დაფინანსება ის 2% რაც ჩვენი ვალდებულება იყო ამ ნაწილში გაიზარდა და მოგვიწია 12 მილიონი ლარის დამატება დაგროვებით საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის. რაც შეეხება წლევანდელი აუთვისებლობა გადადის თუ არა მომდევნო წელს, რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტში რჩება ეს ფული, თუმცა მომდევნო წელს ბიუჯეტს გვეგმოთ ჩვენ კონკრეტული წლის განმავლობაში, ჩვენ რომ რაც წელს უნდა ეთვისებია და ის მთლიანად დავამატოთ ორი იმდენი თანხა გავაჩინოთ, ამის ათვისება ვერც მომდევნო წელს ვერ იქნება, ხო შესაძლებელი. შესაბამისად, მომდევნო სამინისტროებთან ვიხილავთ თითოეული პროექტის ფარგლებში მომდევნო წელს ათვისების სავარაუდო მოცულობას და ამის მიხედვით იგეგმება კონკრეტული წლის ბიუჯეტის კონკრეტული პროექტის ფარგლებში თანხა. რაც შეეხება სამელიორაციოზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ 20 მილიონი წლევანდელს რა ჯამში მომდევნო წელს რაც იყო 90 მილიონი გათვალისწინებული, აქ არ ყოფნიდა სამინისტროს 90 მილიონი, იყო პროექტები, რომლის დაფინანსებაც იყო დამატებით საჭირო, შესაბამისად მომდევნო წლის საჭიროება სამელიორაციო სისტემებზე იყო 100 მილიონი ლარი. ჩვენ ამ 100 მილიონ ლარს წელსვე მივცემთ კომპანიას, კომპანია ამ 100 მილიონ ლარს გამოიყენებს 2026 წლის განმავლობაში, ხოლო ეს თანხები უკვე 2026 წლის მთლიანი ბიუჯეტის ნაწილში გადანაწილებულია სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად. დიდი მადლობა. დაზუსტებით შეიძლება. თოთ. ხა მე ეს კითხვა იმიტომ დავსვი ბატონ გიორგი, რომ უბრალოდ მაინტერესებს თქვენგან მოვისმინოთ მიზეზები, ხმესმის კონკრეტულად ისაუბრეთ, მაგრამ აი რასთან გვაქვს საქმე, ხო? ეხლა თახვდებით, რომ ამდენი წელია ასეთი მასშტაბური აუთვისებლობა არ ქონია, ხო? ანუ ან დაგეგმარებასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა, ან ეფექტიანობასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა, ან პრიორიტეტების არასწორად გამოყოფასთან გვაქვს პრობლემა. ხა ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, ხო? ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა აწარმოა საქართველოში, რომელსაც დაფინანსება 7 მილიონით უმცირდება. ხო, სულ მე მახსოვს, სულ იმის პრობლემაა და სულ ის გამოწვევაა, რომ ეს ფული არ ყოფნის და გაცილებით დიდი ამ მცირე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე, ხა გრანტი იქნება, ეს თუ თანადაფინანსება და ასე შემდეგ. და ამ დროს ამ ვითარებაში 7 მილიონით უმცირებთ. ხა ხალხისთვის გასაგები რო გახდეს, ეს არის დაახლოებით აი 35,000 ლარიანი, ასე ვთქვათ, გრანტის მაგალითზე რო განვიხილოთ, ეს არის დაახლოებით 200-მდე მცირე მეწარმე, რომელსაც წელს შეეძლო მიიღო გრანტი, რომლითაც გარკვეულ ბიზნეს საქმიანობას დაიწყებდა ან განავითარდებდა, რომელიც თავის მხრივ დაასაქმებდა მინიმუმ 3-4 ადამიანს და ჯამში გამოდის, რომ 2024 წელს ისევ ასრულებთ ამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში ვსაუბრობ, მხოლოდ და მხოლოდ რომ არც ეს პროგრამები განხორციელდა და პოტენციურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც არ გაიზარდა. ასე რომ მე თქვენგან შეფასება მაინტერესებს ზოგადად და საერთოდ ვისი პასუხისმგებლობაა ეს, როდესაც ასეთი მასშტაბური აუთვისებლობაა. ეხლა ჩვენ უყურებთ კონკრეტულ სამინისტროებს, მაგალითად ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. კიდევ ბევრი სამინისტრო არის ასეთი და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელსაც მათთვის გამოყოფილი ასიგნებები ანალოგიურად არ იქნება ასე არაეფექტიანად დახარჯული.
ხო თუ პასუხობთ. მადლობა. პირველ რიგში აწარმოების საქართველოში ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ეს განაცხადი არ დაფინანსდა და 7 მილიონი მაგიტომ მოაკლდა. აქ იყო გათვალისწინებული თანხები, რომელიც მათ შორის არის საკრედიტო საგარანტიო სქემა მოგეხსენებათ, რომელიც ითვალისწინებს, რომ მეწარმე როდესაც კრედიტს იღებს, გარკვეული პროცენტის გადახდის საფუძველზე შეუძლია, რომ გარანტია აიღოს სახელმწიფოსგან. ამისი ზუსტი გათვლა რამდენი ადამიანი მოითხოვს გარანტიას, ამ გარანტიას თავის ფასი აქვს, ხო, მეწარმე ამ გარანტიაში ფულს იხდის, ხო? ამიტომ რამდენი ადამიანი მოითხოვს ამ გარანტიას, ზუსტი პროგნოზირება რთულია, იმიტომ რომ კონკრეტული ბიზნესი, როდესაც მიდის, შეიძლება აქვს ის უზრუნველყოფის საშუალებები და არ ითხოვს გარანტიას, შეიძლება ზოგიერთ მათგანმა მოითხოვს. ამიტომ ამისი ზუსტი გათვლა ნამდვილად რთულია, თუმცა აქ შეიძლება კიდევ ერთხელ დავამატოთ, რომ სოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ისევე აწარმოების საქართველოში არის იგივე კომპონენტი და ის რესურსი იქნა გამოყენებული მათ შორის საკრედიტო საგარანტიო სქემის ნაწილში. შესაბამისად ჩვენ თუ ამ პროგრამას კარგად იცნობთ, აქ ხომ არ არის რომ გვაქვს 5 მილიონი და ამ 5 მილიონის ფარგლებში ვაფინანსებთ. მით უმეტეს იგივე მცირე გრანტების ნაწილში სქემას აბსოლუტურად შეცვლილია და მოდის მეწარმე თავის ვალდებულებებს ასრულებს და ჩვენ შესაბამისად მათი ვალდებულებების შესრულების მიხედვით ვაძლევთ ამ საგრანტო თანხას. ანუ ის რომ ვინმე არ მიიღო და მაგიტო დარჩა ეკონომია არ არის, რაც განაცხადები, რაც მოთხოვნა იყო, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა გათვლა იყო უფრო მეძე რომ საკრედიტო საგარანტიო სქემას მათ შორის უფრო მეტი გამოიყენებდა, თუმცა ამდენმა არ გამოიყენა და ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად კერძო სექტორს აქვს უფრო მეტი უზრუნველყოფის საშუალება დღეს, ვიდრე ეს იყო თუნდაც 2 წლის წინ და ჩვენ მომდევნო წლებში კიდევ უფრო ნაკლები გვექნება საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ხარჯი, ვინაიდან ეს პროგრამა იცით რომ დაიწყო 2020 წელს, შესაბამისად იქ გარკვეული რესურსი უკვე დაგროვებულია და გამოთავისუფლება ხდება თანხების. შესაბამისად ეს გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება იგივე პროგრამას და დამატებით ბიუჯეტიდან ახალი თანხების გამოყოფა არ იქნება საჭირო. ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ აწარმოებას. სხვა მიმართულებები, სადაც პროექტების აუთვისებლობაა, გითხარით, შეგვიძლია გამოყოთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ერთი იყო დაახლოებით 145 მილიონი თბილისის წითელი ხიდი და სადახლოდ ამაზე ვისაუბრე, რა არის მიზეზი. მეორე იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ამაზეც ვთქვი, რომ შეიცვალა მიდგომა და იგივე მიდგომაა სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში, სადაც დაახლოებით 190 მილიონი ლარად მცირდება, რო იყო დაგეგმილი თავიდანვე სპორტული ინფრასტრუქტურა გახორციელდებოდა ეგრეთ წოდებული დიზაინ ბილდის მეთოდით, დაიწყო ჯერ პროექტირება, თუ ნახავთ გამოცხადებულ ტენდერებს, არაერთ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში არის უკვე მულტიფუნქციური ცენტრების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, სტადიონების რეაბილიტაციის მომზადება, დიდ სტადიონებს გულისხმობ და ასევე გარკვეული ტექნიკური ცენტრების მშენებლობაზეც უკვე ტენდერები გამოცხადებულია დაახლოებით 30-მდე ესეც ცენტრია გამოცხადებული. თუმცა ამან გარკვეულწილად დრო წაიღო ამ პროექტების მომზადება და შესაბამისად წელს ვერ იქნება ათვისებული. რა გარანტია გვაქვს მომდევნო წელს? გარანტია არის მონიტორინგი, რაც პარლამენტს ამის რესურსი აქვს. მე სხვა შეიძლება სხვას მოუწიოს, მოვდივარ და ყოველ კვარტალურად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს ყოველ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრო წარმოადგენს თითოეული პროექტის პროგრამის მიმართულებით და აი აქ უნდა გქონდეს ის დეტალური განხილვა, სად არის პრობლემა, სად არ არის, რატო არის ეს ათვისებული ნაკლები მოცულობით და ასე შემდეგ და შესაბამის უწყებებთან ერთად შეგვიძლია ამის მონიტორინგი წლის განმავლობაში გქონდეს და ეს არის სწორი მეთოდი, როგორ უნდა ვაკონტროლოთ ეს ნაწილი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გია, კოლეგებო, დიდი მადლობა კითხვებისთვის. სწორედ აღნიშნა მოხსენებელმა, რომ სწორედ პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც ახორციელებს კონტროლს როგორც შესრულებაზე, ასევე მიმდინარეობაზე სხვადასხვა პროექტების. ძალიან მიხარია, რომ უკვე ბოლო რამდენი წელია ყოველი თითქმის წლის ბოლოს გვიძევს ჩვენ შეკრება და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტი იზრდება და რაც თავიდან იყო დაგეგმილი, უფრო მეტი რესურსი ჩნდება, რომ დამატებითი პროექტები განვახორციელოთ. ბუნებრივია თითოეულ ქართველს, თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის ეს ამბავი ახარებს და უნდა ახარებდეს კიდევაც. ჩვენი რეგლამენტის მიხედვით აღნიშნულ საკითხს უნდა უყაროთ კენჭი, მინდა სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს გთხოვოთ, ვინ არის მომხრე, რომ უყაროთ კენჭი. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე. როგორც ხედავთ, წინააღმდეგი არ გყავს, საკითხი მიღებულია. დიდი მადლობა. გთხოვთ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უყაროთ კენჭი. მადლობა. მადლობა მომხსენებელს, გარემოსდაცვის კომიტეტის წევრებს მინდა ვთხოვო კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. დიდი მადლობა. ამით ჩვენი გაერთიანებული კომიტეტის ხდომა დასრულებულია.